მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთოთ საჯარო გაშლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშ დავიწყოთ. ვინ არის თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი? წარმოთქვით მისი სახელი, რა ენერგიებშია, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს. განვიხილოთ უახლოესი პერსპექტივები, მაგალითად, ერთი თვის ტენდენცია. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან არ აქვს მნიშვნელობა, როდის ნახავთ. მაშ ასე დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია? რაღაცას აშენებს. ნახეთ, დღეს არის გადართული საქმესთან დაკავშირებით, შესაძლებელია რეალურად მართლა რაღაცას აშენებდეს. ეს იქნება სახლი, ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა რა არის, მაგრამ ჩართულია აშკარა ძალიან დიდ შრომაში. შრომის ენერგიას მანახებს ახლა. საკმაოდ რთული გზა გაიარა, სხვათა შორის, მაგრამ ამ სურვილების ასრულებისთვის აქვს რაღაცა მიზანი კონკრეტული, რისი მიღწევაც უნდა. ამ მიზნისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული და მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს, შედეგებზე გადის. თქვენ შორიდან უყურებთ, ელოდებით მისგან რაღაცა ნაბიჯებს, თასების დედოფალი გვიახლა, შესაძლებელია წყლის ნიშნებს მიეკუთვნებოდეთ, ან არა აქვს ამას მნიშვნელობა, ძალიან ემოციური, ძალიან გრძნობიარე, აი ესეთ ქალბატონს მანახებს ჩემი მაყურებლის. არის ძალიან დიდი წინააღმდეგობები. აქ არის ურთიერთობაში იმდენად დიდი წინააღმდეგობა, რომ თითქოს უკვე გაყინული სცენარია ნახეთ. 4-იანი ხმლები მაინც ტკივილის ენერგიაა მეტნაკლებად. ამიტომ აი ეს პაუზა, რომელიც არის საკმაოდ გაღრმავებული, თითქოს ამ პაუზაში უკვე ნახეთ სამყაროც ჩაერია. თქვენ ელოდებით რაღაცა სამართლიან გადაწყვეტილებას მისი მხრიდან, თასების მეფე გვიახლა, შესაძლებელია ერთი ზოდიაქოს ნიშნები იყოთ, ან ძალიან გავდეთ ერთმანეთს ემოციის თვალსაზრისით. აქ ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ ემოცია, თუმცა ეხლა როგორ არის, იცით, ორიანი პენტაკლები, ან ორ ურთიერთობაში დამკვიდრებას ცდილობს ეს ვაჟბატონი, ან უბრალოდ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირს ეხლა, იმიტომ რომ რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი, აუდიტორია დიდია, მეგობრებო, მოირგეთ სიტუაცია თქვენთვიდან. რეალურად ეხლა არის აწონდაწონის რეჟიმში, ვერ გადაუწყვეტია სწორად რომელი იქნება, სად გადმოდგას ნაბიჯი, პარალელურად გეტყვით იმას, რომ ორ ურთიერთობაში დამკვიდრება შესაძლებელია ცდილობდეს ეს ვაჟბატონი დღესდღეობით, თუმცა უახლოეს ორ პერიოდში აუცილებლად რაღაც არჩევანის გაკეთება მოუწევს. უნდა არ უნდა მოუწევს. თუ ის დაოჯახებულია, ჩემო ძვირფასებო, გადართულები არიან ოჯახის ენერგიით, გადართულები არიან რაღაცა მატერიალური თვალსაზრისით ოპერაციების გაკეთებას. აქ პირ თქვენთაგან სამწუხაროდ არის მაგიური ჩარევებიც, ადამიანზე კი ბატონო ეშმაკის ენერგია და მაგი უდაოდ ძალიან დიდი მიჯაჭვულობებია მაგის თვალსაზრისით, ოჯახიდან მოდის თუ ის დაოჯახებულია, მესამე პირების ჩარევა მოხდა ძალიან მტკივნეული ფორმატით, ესე ვიტყოდი, სხვათა შორის უახლოეს პერიოდში აუცილებლად რაღაცა ინფორმაცია უნდა მიიღოთ. თუ ის არ გამოდის კონტაქტზე, მაშინ უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამოვა. რო არის 8 დღე, 8 საათი, დაახლოებით უნდა შემოვიდეს აუცილებლად მისგან რაღაცა ინფორმაცია, მესიჯი, სატელეფონო ზარი და ასე შემდეგ. კარგი. მოდი ვნახოთ ახლა რას ფიქრობს თქვენზე. ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა უკვე იმდენად მტკივნეულია, იმდენად ქაოტურია, რომ აქ გადარჩენის საშუალება აღარ არის ამ ურთიერთობის. ამიტომ აქ რეალურად ხდება მასზე ზეწოლები, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მაგიურიც. ნახეთ, რა დღეში აიგერიებს ამ უარყოფით ენერგიების ფიქრებს, აყოლილ ემოციებს, სხვათა შორის ნეგატიური ემოციების შემოსევა აქ ამ ადამიანს. თითქოს უნდა რომ თავიდან დაიბადოს, თითქოს უნდა რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. აი ესეთი ფიქრი აქვს. აი ეს ყველაფერი თქვენს ურთიერთობას უკავშირდება. დანაკარგები, ეს ურთიერთობა საკმაოდ მტკივნეული დანაკარგი აღმოჩნდა მისთვის. შორიდან შესტირის თითქოს ერთმანეთს, მაგრამ ნახე, გადმოდგმა ნაბიჯის არ უნდა ამ ეტაპზე. ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობის აღდგენა ფაქტიურად უკვე შეუძლებელია. კარგი. გრძნობები რა გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტუზის სიყვარულის ტუზი ამოვიღე, გრძნობები თქვენ მთავარი ქალი ხართ. ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ხართ, იმპერატრიცა, ძალიან სექსუალური, ძალიან ლამაზი, ძალიან მნიშვნელოვანი. გრძნობებში საკუთარ თავს უკრძალავს თქვენზე ფიქრს, თქვენზე ოცნებას, თქვენზე ემოციას, აი ძალიან სერიოზულ ბრძოლებში ამ თვალსაზრისით საკუთარ თავთან. მენტალური ომი აქვს. თქვენ ხართ მისი მწარე განაჩენი. არ არსებობს. ემოცია უდაოდ აქვს, მეგობრებო. თასების დედოფალი. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს. თქვენ განაჩენი ხართ მისი. მე თქვენი ყავით საჩუქარი, სამყაროსგან საჩუქარი, რომელიც სამწუხაროდ არ გამოიყენა სწორად. კარგი. და რას ფიქრობ ახლა ამ ქალზე?
ვინც მე მიყურებს. აქ იყო ბევრი ტყუილები, დღეს ბევრი манипуляციები, ეს ურთიერთობა უკვე დასასრულია, აქ ძალიან დიდი წინააღმდეგობები და წინაღობებია, მაგრამ თქვენ ის ქალი ხართ, ვისთანაც შესაძლებელი იყო საოცარი მომავალი, აგიქვავთ როგორც მისი შვილების დედას, როგორც საოცარ ქალს, რომელთანაც შეიძლებოდა მომხდარიყო გვარის გაგრძელება, მაგალითად ქორწინება, ყოფილიყავით მისი შვილების დედა, აი ესეთი განცდები ეხლაც აქვს, მაგრამ იმდენად ვეღარ აღიქვავს ამ ურთიერთობის აღდგენას იმდენად უჭერს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. აი ეს არჩევანი, რომელიც უახლოეს ორ პერიოდში უნდა დადგეს ამ ადამიანის ცხოვრებაში, აი მან გადააწყვეტინებს უკვე სწორი ნაბიჯების გადადგმას. ერთი იცოდეთ, რომ ვერადა არა მოდიხართ მისი გონებიდან, ის ყოველთვის არის ჩაციკლული თქვენზე ფიქრებით, იმასაც კი ფიქრობს ხომ არავინ გამოჩნდა უკვე თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაც არ უნდა დამთავრებული ისტორია იყოს და რაც არ უნდა დისტანციას იცავდეს, ძალიან არ უნდა იმის გაგება, რომ თქვენს ცხოვრებაში უკვე სხვა ადამიანი გამოჩნდა. ეს მისთვის იქნება უაღრესად მტკივნეული. ის ელოდება ნახეთ, ის აუცილებლად ფიქრობს იმას, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოხდება თქვენი ურთიერთობის შერიგება ან მორიგება, აი ამ წინააღმდეგობების გადალახვა, რომელიც არის და მზე უნდა დაისადგუროს თქვენს ურთიერთობაში, ამის მოლოდინი აქვს, მაგრამ კონკრეტულად როდის იზავს ამას, ან რა ნაბიჯებს გადმოდგავს, ეს ჯერ გათვლილი არ აქვს, იმიტომ რომ საკუთარ თავთან დღემდე ბრძოლებშია. და მაინც რას მოიმოქმედებ? რას მოიმოქმედებ? აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს. აი სცენარი, რომელიც არის ახლა მტკივნეული ენერგიები ურთიერთობებში და სადაც ჩამოკიდებული სცენარია, ას აუცილებლად ფიქრობს ამ სცენარზე გამარჯვებას. ცოტა ხანი აცადეთ. ის თვითონ იქნება ინიციატორი ამ ურთიერთობის დალაგების, ან შეცვლის, ან სხვა ეტაპზე გადაყვანის. დამერწმუნეთ. მხოლოდ მცირე დრო დარჩა ამისთვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. წარმატებებს გისურვებთ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.